გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა. როგორ ხართ? მე კარგად. შენ როგორ ხარ? მადლობა, მეც კარგად ვარ. ბავშვებო, რა დღევანდელი გაკეთვის თემა რა არის? ჩვენ დღევანდელი თემა იყო აკაკი წერეთელი. კი, აკაკი წერეთელი. არმა, ვინ იყო აკაკი წერეთელი? აკაკი წერეთელი იყო დიდი ქართველი მეწერალი. დიახ. როგორ ოჯახში დაიბადა აკაკი წერეთელი? აკაკი დაიბადა თავადების ოჯახში. დიახ, თავადების ოჯახში. არმენ, ვინ იყო აკაკის დედა? აკაკი წერეთელის დედა იყო ეკატერინე ივანეს ასული აბაშიძე. აბაშიძე, დიახ. რა იცოდა დედა მისმა, რა იცოდა? დედა იცოდა ქსოვა, ექიმობა, გერბა, ქალყვა, დიახ. როგორი ქალი იყო? ეკატერინე იყო კარგი, კეთილი, შრომის მოღვარე, ცნობის მოღვარე. დიახ. რომელი მეფის შთამომავალი იყო ეკატერინე აბაშიძე? სოლომონ პირველ შვილთაშვილი იყო. შვილთაშვილი იყო, დიახ. აბა ვარსენიკ, მოდი უფრო ვრცლად მოგიღვეთ აკაკი წერეთელის შესახებ. აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წელს დაიბადა სოფელ სხვიდორში. აკაკი წერეთელი იყო დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე იყო. დაიბადა ეკატერინე აბაშიძეს როსტომ წერეთელის ოჯახში და საქართველოს ბულბულს უწოდებდნენ. აკაკი წერეთელი საქართველოს himnis პირველი წინადადება აკაკისა და ჩემი ხადია სამშობლო სახათე მთელი ქვეყანა. იგი მეგობრობდა აზერბაიჯანულ და სომხურ მწერლებთან. და აკაკი წერეთელი წერდა ჩემი თავგადასავალი. ჩემი თავგადასავალში დაწერა ბავშვობასა და ახალგაზრდობასა. და აკაკი წერეთელი იზრდებოდა ძიძასთან და აკაკი წერეთელის ძიძა ცხოვრობდა სოფელში, სოფელ სავანეში. ამიტომაც ძიძა ცხოვრობდა სოფელში, აკაკი იცოდა სოფლის სხვადასხვა მუშაობა და აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 1915 წელს. დიახ, 1915 წელს. ვარსენიკ, აკაკი წერეთელი რომელი სოფელში გაიზარდა? სავანეში. რა იცოდა მან? სხვადასხვა სოფლის მუშაობა. სხვადასხვა სოფლის მუშაობა, დიახ. ანუ რომელ სოფელში დაიბადა? სოფელ სხვიდორში. რომელი მდინარის პირას მდებარეობს? ჩიხურას მდინარის პირას. კი, ანუ როგორი იყვნენ მისი ოჯახი, ანუ მდიდარი იყვნენ, ღარიბი იყვნენ? მდიდარი ოჯახში დაიბადა, კი, მდიდრების ოჯახში დაიბადა. ანუ აკაკის მამა ხასიათით სუსტი იყო თუ ბრაზიანი კაცი იყო? სუსტი წყნარი კაცი იყო როსტომი, დიახ, ბავშვებო. რა უყვარდა, რა იცოდა? უყვარდა ჭამა და იძინა. დაიძინა, კი ბატონო, დაჟექი ვარსენი. კარგად ბავშვებო, დღევანდელი გაკვეთილზე გქონდათ კარგად ისწავლეთ, კარგად იცოდით აკაკი წერეთელზე. და მერე აკაკიზე კიდევ სწავლოთ ლექსებს, კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას მივიღებთ მომავალში აკაკიზე.